ყველას ოჯახში კარგად გათენებული იყოს, აჯერა ახალი წელიწადი, შემჭი რემონტ და ყველას მქონდა მე შემოლილი ხო ის რა ქვია ყველი და სულ გუნის ყველი მე არ მქონდა. ბაზარს როკეტავენ, მაშინ ჩვენ საწყო გლეხებს მოგწენ იმის საშუალება და სამუშაო და ახალგაზრდებს მისცემ სამუშაო. ახალგაზრდები ყველა გადაცვენილია და ბევრები ვთქვათ აქ ბაზარში და კიდე ამას კეთავენ. რა ჭირს ამას საკეთე ბაზარ? სადაა უკეთესობა? ხმაური იყო დღეს ფოთის აგრარულ ბაზარში. როგორც შეპესე კოლხა 97-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების განყოფილების დახურვა მოითხოვა, რადგან ის საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს. ცნობისათვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ ფოთის აგრარულ ბაზარში ხორცისა და რძის ნაწარმის, ასევე განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების ინსპექტირება შემოწმება განახორციელა. შედეგად შეპესე კოლხა 97 1000 ლარით დაჯარიმდა. კოლხა 97-ის მეპატრონეების თქმით, მათთვის წინასწარ არ უცნობებიათ, რომ ჯარიმის გადახდამდე ბაზარი უნდა დაკეტილიყო. გუშინ მოვიდნენ, დაიწყეს შემოწმება მიმდინარე. რძე ნახეს. რძე დაინახეს და ეს არ არისო მაცივარშიო, რატო არ არისო ძეო. მაცივარი ისედაც შივიამიდი იყო და ესენი დილით რო რძეს მოიტანებენ, ის უნდა გაიყიდოს მაცივარში, რატო უნდა ჩადგას ამან. ეს არის საკოლმეურნო ბაზარი შვილო. მაცივარის ხორცი გარეთ უნდა ეკიდოს, იმიტომ რომ ახლა დაკლული ხორცი, გასინჯული ხორცი ამ კოლხა 97-ში გაუსინჯავი ხორცი არ შემოვა. ჩვენ ორი ვეტექი მიყვავს. ეგერ არის ლაბორატორია. და გაუსინჯავი არც ხორცი, არც ყველი და არც რძე აქ არ შემოდის. არც სხვა ნაწარმი. ეს არის გამორიცხული. რაღაც მიზან მიმართულად მოდიან ესენი. გადამიხურე, მაგრამ ქუჩაში ვზივარ ისევ წყალი მასხავს. მოგვაქციეთ ყურადღება, მარტო ერთი დირექტორი და მეორე დირექტორი კი არ გვიშველის, ჩვენ ხალხს გვიდა არსებობა. მოგვაქციეთ ყურადღება რა ეს. ანდე რა დასაჯარიმებელი ბაზარია მებერთელა გახდა გააკეთდა გალამაზდა ტრედი შემოფრინდება ძაღლი შემოე ძაღლს მეტი უფლებები აქვს ვიდრე ჩვენ ხალხს. ცოდუა ეს ადამიანი დაგვეღმანე ბოლო და რო დაგედო და ხალხი ახარ რომ შენი მათხოვარი დრო გაძუდინო ხელი შეურაცხყოფას მოგახენებენ ბოლო და ეს რო წევიდე და დაგედოს ყველაფერი ცოდუა. დაეღმანეთ, ცოდუა გაკეთება უნდა, რაღაცას აკეთებს ხალხისთვის და მდგომარეობას უფრო უკიდურესად და უმჯობესებს და ბოლოს იმას უწვიმს, თუ აყარე რაღაცა ცოდუა. სამხარეოს წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს.